მოკლედ ეხლა რას ვაკეთებ? ამღვრეული წყალია და ამ დროს რო ახლა ვაკეთებ ხომი და ფერების თამაშით როგორ ვატყუებ თევს, მე ამას გასცემთ თქვა ამას წამოგიდგენთ. რავი, ასე და მინახია ეს ვიდეო რო გადაიღოთ რა. რაღაც რო გამიგეთ, როგორ გამიგეთ. ეს რაღაცა ასე ვექოლო გაჩვენოთ. ასე და მინახია რა. საქართველოს ვიზახი რა. მოკლედ ეხლა გაჩვენეთ ფერების თამაშით როგორ უნდა მოვატყუოთ თევს. თან ესეთ ამინჩი, ესეთ ფერში, აი ალახიანი წყალი. მოდი ვნახოთ. ეხლა მოკლედ რაზე მაქვს საუბარი. ამოვიგო წყალი. მე გამოვიყენებ ჯიშტინის მარკს. დავითი გამოვიყენებ ქლიავს ჯიშტინის. ოღონდ პრინციპს და მეთოდებს ეს იგივე ხდება. ამ სათში მოვზილავ შემოკარგებელ მარკს და აი ამ სათში მოვზილავ ჯიშტინის სიმინდს. და რატო? საცალკე რატო უნდა მოვიზიდოს და ასე შემდეგ. ეხლა გაჩვენებთ რატო ვიზიდოს საცალკე. ასე ნახევარი მე ნახევარი დავით. აი ნახევარი დავით და ნახევარი მე. ეს დავითია. ეხლა რა ხდება ჩემო მეგობრებო? დავით, წავჩვენოთ. ამგვარული რო არის, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერი იქნება, მარკი არის წითელი, თუ გინდა შავი ფერი გამოიყენებთ, ეხლა მე შავს ვიყენებ ხოლმე, თუ გინდა თეთრი გამოიყენე და პირიქით რა. ეს იქნება ჯიშტინის მარკი იქნება ბაზა, რომელიც ჩაიყრება პირველი ეტაპზე, დაკვების ეტაპზე ჩაიყრება პირველად მარკი, წითელი ფერი და მე უკვე დაკვებას გავახორციელებ, უკვე საბრძოლო დაკვებას გავახორციელებ უკვე თეთრი ფერით მეგობრებო. და ამ კომბინაციით ძალიან ინტერესდება თევზი, რა თქმა უნდა, წითელი ფერთან თეთრი ფერი ლოგიკურად უკვე ძალიან გამჭვირვალე ხდება, ძალიან საინტერესო ხდება თევზისთვის და უფრო ინტერესით შემოდის რა. გატესტილი მაქვს, მუშაობს, ფერები თამაში ძალიან მაგრად უყვარს თევზს და რავი, თუ გამოგადგებათ, აგერ ჩემი მეთოდები, აგერ ჩემი ტექნიკები, ჩემი პრაქტიკა, ჩემი ცოდნა. არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა წითელი ფერია, მაგრამ შეიძლება იყოს შავი ფერი, არ თეთრი ფერი, შავი ფერი თუ გიქნებათ აქ შავი ფერი, ხო? დასაკვირვებით თეთრი ფერი უნდა ქონდეს თუ გეჭირთ. იმიტომ რომ შავი ფერი იქნება ბაზა, რომელიც თევზი მოვა და შეჭამს, მაგრამ შავ ფერს ვერ დაინახავს უფრო კარგად, ვიდრე შავ ბაზასთან თეთრ ბაზას მეგობრებო. დასაკვირვებით და გაგიჩერდებათ იქ რა. გამოსილია და აქ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეხლა ამას გეგმავ, რა თქმა უნდა, ეხლა ამას ვაკეთებ ამ ეტაპზე. მოვზილავთ, რა თქმა უნდა. წითელ ფერს მოვზილავთ, კარგად. წითელი ფერი დავიწყეთ, მე უკვე ამით დავყვებავს და ამით გავახორციელებ უკვე ნემსკავთან, ერთად უკვე თეთრი მექნება რა. ეს იქნება ბაზა, რომელიც ჩაიყრება. და უკვე ნემსკავსო გავუკეთებ, რა თქმა უნდა, საკებულით ამ თეთრს მივაწვდით, რომ ძალიან იყვიდებს ინტერესში ჩააგდებს თევზს ძალიან მაგას მეგობრებო. შეიძლება დავიწეროთ რეფს იგონებთ ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიგონებთ მეგობრებო. ამბობთ ჩემი მეთოდები, უკვე ძალიან ბევრს დაგიმტკიცეთ ეს და დავამტკიცე, რომ ჩემი მეთოდები, ჩემი პრაქტიკა, ჩემი ცოდნა მუშაობს და გადგება. და ვინც გადგებათ, ძალიან ვთქვათ, რომ კომენტარები დამიწერეთ, რომ გავაგონოთ საქართველოს, რომ მართლა მუშაობს ჩემი მეთოდები და ჩემი ტექნიკები. თორემ კომენტარი დამიწერეთ, ვინც გამოგადგათ მასა ჩემი რჩევები რა. და ჩემი მიდგომები. ხო, ეს მზად არის, ამას ეხლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ ასოში ჩავუმატოთ სიმინდი. შეგვიძლია ჩვენ პროცესი ჩავუმატოთ და შეგვიძლია ჩვენ ჩავუმატოთ აქვე. თავი წვენია, რა არის პრობლემა? ოღონდ, ეხლა რო იწელებით მუდმივად შედეგი რატომ გაქვს? ეხლა შედეგი რატომ აქვს? მე არ ვიცი დოზა, რა დოზა მივაწვდით თევზს და რა დოზით უნდა შეჭამოს თევზმა, რა დოზით უნდა გავუკეთო ნემსკავზე სატყუარა და ასე შემდეგ. მე უკეთებ აი ეს ცოტა რაოდენობით დასაკვებს სიმინდს, იმიტომ რომ თევზს უნდა მივაწვოთ იმდენი რაოდენობა, რომ ჩვენი სატყუარა მალე მოძებნოს მეგობრებო. თუ გადავამატეთ და გავაძღეთ და ერთი საათი ჩაუყარეთ, ჩვენი სატყუარა შეიძლება მოძებნოს მეორე დილით.
და რომ არ მოხდეს ეს მოუძიეთ მოძეგო შეიძლება და მალე მოძეგოს ძალიან ცოტა ჩაუყარეთ სიმინდი მაგრამ ერთი გავითვალისწინოთ დასაკვებში თუ იყრება სიმინდი არის ერთგვარი საჭმელი თევზის და ერთგვარი სატყუარა რა თქმა უნდა თუ ჩაჭრის ჭიას იგივე მაგრამ იქ კითხები იყო რომ აი სიმინდი ჩაუყარება ჭი შემიძლია კი სიმინდი თუ ჩაუყარი შეგიძლია ჭის თევზაო ნებისმიერი სახეობის სატყუარით მაგრამ ნუ და გავიწყდება სიმინდი რა წყლია ამას დავიწყებ ჭამას მოკლედ ეს ესეა და მე იქ გადავართ უკვე პროცესში რაღაც გაჩვენეთ რა ხდება აქ უკვე სიმინდი არის აქ უკვე სიმინდს არ ვამატებ აქ სიმინდს უკვე არ ვამატებ სიმინდის დასაკვებიც არის და რა თქმა უნდა თეთრი მასა მჭირდება მე რომ დავაინტერესო თევზი შემოყარდება თევზი დაინტერესდეს მაგიტო წითელ ფერთან თეთრი ფერი იყვირებს როგორც ჩვენ ხედავთ რომ ყვირის ისე ყვირის თევზთანაც რა ხუთ მიმართებაში შემო მეგობრებო აი დავდანახე ჩათო აი პროფესიაზე დაიყარა ეს წითელი ფერი რა და მე დაედო ყვითელი უეჭველი მოვა ხო ეგა წინი მოზერებია უკვე სად არის ეხლა გადავიდეთ დავითამაც უკვე აწყო ტივტივით იქნება დავითა და ფიძეითაც ჩვენ მეც იგივე ფიძეს ჩავაგდებ და ტივტივს გავტესტავ ხა ტივტივით ატყატესტავ ვიცით ტივტივით დამეხმარება ფიდერში დამეხმარება რა თქმა უნდა ჩვენ თევზობაში დამეხმარება რომ ტივტივით რომ მალე მივხვდებით სად დგას თევზი ბაღლა დგას შუაში დგას კერძზე დგას შიდიში დგას თუ ასე შემდეგ ეხლა პირადად რაც ეხა მოვედი დავითახმება რომ პირდაპირ დიაგნოზი დაუსვი სად დგას თევზი აი ხედავთ ეს აი თუ გავადიდებთ ნახე არის ხის შუაში დგას თევზი ძირში დგას თევზი რატო დგას ეხლა ძირში ხო ჩრდილია მეგობრებო და მაგიტო დგას ძირში ეხლა რომ მე მცხელა ხო არ ჩრდილში იგივე საკეთებს თევზი ცხელა და შევიდოთ ძირში რა ამის გამო მეგობრებო ეს მონაკვეთები მოიძიეთ კიდევ ეხლა გამიგზერა საუბარი მაგრამ კიდევ ერთი მინდა რომ გითხრათ ეხლა მინდოდა საკეთ ჩამეწერა ეს ვიდეო მაგრამ ამ ტბას ახასიათებს ძალიან თუთის ხეების სიმრავლე რა ძალიან ბევრი თუთის ხეა თუ არ მოხართ ამ ტბაზე ეცადეთ რომ ბაზა მეგობრებო ბაზა მოიძიეთ თუთა რო იყრება წყალში არის ერთგვარი ბაზა სადაც იქნებით არ აქვს მნიშვნელობა ქუთაისში ითევზავებთ კახეთში ითევზავებთ აჭარაში ითევზავებთ არ აქვს მნიშვნელობა ტბაზე მოიძიეთ ბაზა თუ ბაზა აქვს ან ტყემლის ხე ან მარყulis ბუჩქი ან თუთა ან ალუჩა არ აქვს მნიშვნელობა ატყემალი ხო მნიშვნელობა არ აქვს ან ჩაუყარეთ იგივე სატყუარა გავუკეთეთ ტყემალი თუთა ან მნიშვნელობა არ აქვს ან ნებისმიერი სიმინდი ჭია ჩაუყარეთ დაიჭერთ ბაზაზე რა ბაზა მოიძიეთ უეჭველი რა შეხედეთ რა ხდება ეხლა ბაზა უყურებ აღარ არის ბაზა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ აღარ არის თუთა და მორჩა თუთა ხო ჩაიყარა ის თუთა ეხლა წაში არ ფუჭდება ეხლა რამოდენიმე თუეჭდება რომ გაფუჭდეს ხო? დავით მეგობრებო ძველი